დღეს ჩვენ ვადარებთ ორ ავტომობილს, Toyota Camry და Chevrolet Cruze. სანამ ვიდეოს დავიწყებ, ერთი ცხონა ისმექნება, რომ არხი გამოიწევთ, იმიტომ რომ აღარ ყავს გამომწერები რა და გეხვიწებით ცოტა მეტი, იაქტიურეთ. რეალურად ამათი ჯახი ცოტა უცნაურია. იქიდან გამომდინარე, რომ Cruze-ის კონკურენტად ითვლება უფრო Corolla და Camry-ის კონკურენტად უფრო ითვლება Malibu. მაგრამ ჩემთვის ხელმისაწვდომი მარტო ეს ორი მანქანა იყო რა გავაკეთო. ერთის და მეორეს თითქმის $6,000 ფარგლებს შეგიძლია იყიდო. ეს ის თანხაა, რომელიც არც ძალიან ძვირია, მაგრამ არც ძალიან ბიუჯეტურში გადის. შესაბამისად, სტუდენტისთვის საუკეთესო ვარიანტად შეიძლება იყოს მიჩნეული როგორც Camry, ასევე Cruze. Cruze-ში ჩვენ შეხვდებით 1.4 ლიტრის მოცულობის ძრავს, რომელიც ტურბინით არის მომარაგებული, ცოტა რომ ძლიერი იყოს და მეორე მხარეს გვაქვს Camry 2.5 ჰიბრიდი. რეალურად სურამში სადაც ცხოვრობ არის ძალიან დიდი თოვლი, შესაბამისად ბამპერი მომიგლიჯა. დიდი ხანია ერთსაც მართავ მეორესაც და ასე ვთქვათ მეტნაკლებად კომპეტენტური ვარ ამ საკითხში თუ რომელი ჯობს რომ გირჩიოთ. ვიზუალურად უკვე ხვდებით რომ Cruze გაცილებით უფრო ელეგანტური და დახვეწილია. ჯამში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ლამაზი და მიმზიდველი მანქანა, ამ ბიუჯეტში, ამ სეგმენტში. ხოლო რაც შეეხება Toyota Camry-ს, ბამპერ მოხსნილი ხო საერთოდ მახინჯია. არც ისე არ გამოირჩევა დიდად სილამაზით, მაგრამ რავი, ჩემია და მიყვარს რა, ეგ პონტია რა, ნებისმიერ მანქანას ვიზუალურად შეიყვარებ, როდესაც ჩემია. წინა მხარე რო შევადაროთ, ეხლა ცოტა სირცხვილია, იმიტომ რომ ამას წინა მხარე არ აქვს, მაგრამ ბამპერი Toyota Camry-ს დიდად მიმზიდველი მაინც არ არის და აი Cruze-ის რომ ავიღოთ, გაცილებით უფრო ლამაზი ვიზუალისაა. გვერდიდან რავი, ჩვეულებრივი მანქანაა რა, ელანტრაც ესეც ვიზუალურად ძალიან ერთმანეთს წააგავს და რაიმე გრანდიოზულია გვერდიდან მეთქი მოგატყუებ, ჩვეულებრივი სტანდარტული ავტომობილია, ისიც, ფორმებში ცოტა სხვაობაა, ეს უფრო მომგვალებული ფორმაა, ის უფრო რაღაცნაირად მოთხუთხედო ფორმები უფრო აქვს ამასთან შედარებით გვერდიდან რო დავაკვირდეთ. უკანა ვიზუალი რო ავიღოთ. იცი რა თემა? მე მივეჩვიე ამ ბოლოს ეს მომეწონა, რაღაცნაირი რაღაც ფრინველს მაგონებს, რაღაცნაირ ბეტმენს უფრო მაგონებს, უკნიდან რო დააკვირდე, არ ვიცი რატო რა ეს გაწელილი და ჩაჭრასავით რო რაღაცნაირად მომეწონა და ეს უკვე ჩვეულებრივი სტანდარტული ლამაზი უკანა ვიზუალი, მაგრამ საბარგულზე ესეთი ჭრილივით რაღაცეები რო აქ ეგ მომწონს რაღაცნაირი ამოზნექილი და ჩაზნექილები და რავი, ბამპერიც კარგად გაქვს პატო მირწყმული, მაგრამ ვიზუალზე უფრო მნიშვნელოვანი არის შიგნიდან როგორია მანქანა. ამიტომ შიგნიდან გავაგზავნოთ საუბარი. ოკეი, შეგვიძლია ჩავჯდეთ უკვე და ვიზუალურად ეს ჩაშავებული როა ზოგადად მე ძალიან მომწონს. ეგ არის, უკვე აღარ შემოწყობს. ჭერი მე არ მომწონს ამ ავტომობილის, იმიტომ რომ ეს იმდენად ლამაზია შავ ფერში და აქ ვერცხლისფერი რაღაც ელემენტები ქრომის. რაღაცნაირად იმდენად უხდება, რომ უეცრად ამ აქედან ქვემოდან უცბად ზემოთ რო აიხედავ, ხდება რაღაცა ძალიან 90-იანების ჭერი. მაგრამ არ მომწონს ეგ. მაგრამ შიგნიდან მეტნაკლებად ლამაზი მანქანაა. ისეთი მანქანაა, რომ არ შეგწყვება ამიციარული, პირიქით ძალიან სასიამოვნო მანქანაა. უბრალოდ რაც შევამჩნიე, ცოტა პლასმასები მარტივად უზიანდება ამ ავტომობილს, იმიტომ რომ გადაცვეთის ელემენტებს ვატყობ ბევრგან. მაგალითად, სიჩქარის გადამრთველზე არის პატარაზე გადაცვეთილი. საჭეზეც გადაცვეთილისავით ეს მომენტები არის. ეს მომენტებიც მზეს რაც უყურებს, რა ვიცი, აფეთქებულს გავს. ჯამში კარგ გრძნობას ტოვებს, მაგრამ იმას ვერ გავექცევით, რომ მაგარი ინსტრუმენტი კი გავჩით. ბიჭო, ეს იცოდი? ძალიან მაგარი ინსტრუმენტია. ეს კარგი ინსტრუმენტებად ვინმე მუსიკის აწყობა ვინც იცით? შეიძლება რაღაც გამოვიდეს. ამის ყანყალი ვაფშე არა აქვს, მე უფრო უყანყალებ ვიდრე ეს ყანყალებს, ამიტომ მაგას ვერ დაუწუნებ. ხელის დასადები ცოტა ყანყალებს, სხვათა შორის. მაინც ეს ხარისხიანი გრძნობა არის. პატარა ზომის ავტომობილია და კომფორტულად ვცივარ რა. პრეტენზია ბევრ რაღაცაზე აღარ უნდა გქონდეს. სავარძელებს რაც შეეხება, ნორმალური, კარგი ვიზუალის სავარძელია. ეს ბორჯომი შვება, მაგდენ შევიწეღან ბორჯომა ისე ჩაია. ახე რა საგაზავებს ჩემი, ბორჯომი ეძახი ძმაო და რა ვიცი. მოკლედ. ბორჯომი იარეს.
ბევრის თქმა ამის ინტერიერზე არ შემეძლია, მაგრამ რის თქმა შემიძლია ის არის, რომ კარგი ავტომობილია შიგნიდან რა, ანუ ის დისკომფორტი არ გექნება რომ რაღაც სიმახინჯეში ვზივარ, არამედ ავტომობილში დიდად ეკრანების მომხრე მე არ ვარ, ესეთი ეკრანი სრულიად საკმარისია ჩემი აზრით, ახალ მანქანებში ზედმეტი გონია ბევრი ეკრანი. რა, შეხვა რაღაც სისულეს გიჩვენებს, აუდიოს გიჩვენებს, მორჩა. რაც მაღიზიანებს 2017 წლიან მანქანაში არის ეს. ანუ ესეთი გასაღები მგონი აღარ უნდა იყოს 2017 წლიან ავტომობილში. წარმოიდგინე ამით რომ სადმე მიდიხარ და უეცვად ვიღაცა გაგისკდება გული. მართალი ამაზე დანაცამაგრია, მაგრამ ამაზეც უკვე გაგისკდება გული მოკლედ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით 10-დან ამ ავტომობილს დაუწერ 5 ქულას. იმიტომ რომ არც ცუდია, არც კარგია. ახლა ჩავჯდეთ Camry-ში. ჩემი Camry რა, აი მაინც ბიჭო, აუ რა არის? ძალიან დიდი სხვაობა. ანუ უზარმაზარი სხვაობა, იმიტომ რომ იქ მაინც რაღაცნაირად ისე ზიხარ რა, მართლა სპორტულ ავტომობილში გონიოთავ და აქ იმენა ჩავჯექი და რაღაცნაირად მინდა წამოვწვე. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკანა სავარძლებით ძალიან ბევრი ადგილი გრჩება. აი როგორც მე ბოლომდე ვარ მიწეული კი, წინ კი ხედავთ ჩემ ფეხებს რომ რავი, ანუ გაშლა მიწევს და გავიზმორებისავით მომენტში გაზმულვა ქართულია. აი ეგეც კი არ ვიცი, ცუდადაა ჩვენი საქმე. ახლა იმაზე ვლაპარაკობდით, რომ როგორ არის რუსული ტერმინოლოგია ჩვენ ყოველდღიურობაში გამჯდარი. მით უმეტეს ავტომობილში, იმიტომ რომ ტორმუს ვიყენებთ მუხრუჭის ნაცვლად. რავი, აი ეგეთი რაღაცეები გვაქვს. არ არის კარგი, მაგრამ რა ვქნათ, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. პირველ რიგში ამ ავტომობილში ის მომწონს, რომ ესეთი გასაღები გაქვს და ისეთი აღარ, ნუ ეს кейსი არის გადაკრული, არ შემჩნიოთ. ჩემ ავტომობილში ბევრი რაღაცა შეცვლილი მაქვს. იმიტომ რომ ვიზუალურად ბევრი რაღაც არ მომწონდა, მაგალითად ეს იყო ყვითელი ფერი და ძალიან არ მომწონდა და ნუ საღებავი აძვრა ამას. ეს იყო ესეც აი ესეთი ფერი იყო რა და არ მომწონს მე ეგეთი ფერი ავტომობილში და ესეც შევცვალე. ჩემსაც ჭერი აქვს ანალოგიურად, რავი, ძალიან ბებრული, აი რა არ მომწონს ესეთი ჭერი და არ მომწონდა შესაბამისად მაგას ვერაფერი ვერ ვქენი, მაგრამ უნდა ვუქნა ერთ დღეს. ბევრი ვიწვალე რომ ეს ავტომობილი ჩემ გემოვნებაზე მომეყვანა. და ჯერ კიდე ბევრი მაქვს საწვალებელი. ეს ვინ არის? ნებაბოვიდა, ჩემს ბაბას მოვიდა. რა სიძახი? დაიცა ერთამ. რა მაგარ მომენტშია? მე არ დამეტაკო. ოპა! რა სიძახი? გაუმარჯოს, მაო. შენს გაუმარჯოს. რა ვახარ? ეს ჩვენი ჯეტა დაემატა აქ. ძალიან საინტერესოა. ჯეტა კაკრას ისეთი კლასია, რომ აი Camry-სა და Cruise-ის შორისაა გაჩხერილი რა თითქოს. ჩვენ ბატონ Tango-საც ძალიან ევასება ავტომობილის მოვლა. მაგალითად ეს ზოლი ახალი დამატებულია კაშკარად არ ქონდა, მაგრამ რაღაცა უცნაური მომეჩვენა. აქ ეს რა არის? Tango ეს რა ქენი? კომპლექტაცია და ნახეთ რა სპოილერი უყენია. ძალიან მაგარი მომენტი დაემთხვა ღმერთს ვიცავარ, ვაფშე არ იყო ეს გათვლილი. უკვე დაიძაბა სიტუაცია რა, იმიტომ რომ სამი ქვეყანა ეტაკება ერთმანეთს. ერთ მხარეს გვაქვს ამერიკა, მეორე მხარეს იაპონია და მესამე მხარეს უკვე გერმანია ჩაერთო სიტუაციაში. საინტერესოა. სტანდარტული ავტომობილია რა, მოკლედ ესეთი ვეძახი სტანდარტული ავტომობილის რა, სამივე აქედან არაფრით გამორჩეული არ არის და აი რაღაცნაირად მართლა ერთმანეთს ეტაკებიან საქართველოში, იმიტომ რომ ბიუჯეტში სამივე ავტომობილი ზის რა. $6,000 შეგიძლია აქედან ნებისმიერი გაჩითო. ნუ ცოტა შელახული შეგიძლია გაჩითო, მაგრამ ნუ თავის იმაში რამე რომ შიგნით უნდა ჩავზე. ჩემი იყოს ხო ჯიგარი ხარ. Cruise-ზე ის თქვი რომ ძალიან მოჭერილი ვარ მეთქი, ჩემ Camry-ზე ის თქვი რომ ძალიან გაშვებული ვარ თქო. აი ეს ჯეტა უკვე ისეთი რაღაცა sweet spot-ია რა, რაღაცნაირად არც იქითა, არც აქეთა სასიამოვნო ძიხარ. მომეწონა სხვათა შორის. იმდენი ხანი გავიდა რომ ამ მანქანაში აღარ ვживდარო რომ რაღაცა აუ რამდენი რაღაცა აქვს მას შეცვლილი. Carbon fiber. თან აი ეს ჯეტა კონკრეტულად იმიტომ მევასება რომ აი ყველაფერი რო შავია, აი ეგ მომწონს ძალიან. ნუ ამას მონიტორი დიდად არა აქვს. მაგრამ ავტომობილში მონიტორებს დიდად არც მივესალმები მეთქი და შესაბამისად მაინც მომწონს ეს. ნუ იტოქში რა, აი კონკურენტი ტიპია რა. აი სამივე ერთმანეთში რო ჩხუბობს ისეთი ტიპები შევკრიბე. რა გაგორე გაჩერდი ხა, გაგორებით გაასწრებს ეს ყველას. ოკეი, ჯეტასთან დაჩაი ჯეტა ესე ხა და ყველას გაასწრებს. აქედან კი დაინახეთ ვიდეოში რეები ქნა. სამივე არც ერთი არ არის აქედან ისეთი რომ დაიწუნო და ვაიმე ეს რა კვერცხობაო თქვა.
სამივე თავის კლასში საკმაოდ ნორმალური, კარგი ვიზუალის ავტომობილია და სხვათა შორის კრუზისგან განსხვავებით ამას ძალიან კარგი ადგილი აქვს უკან. პლასმასის ელემენტები აქ კრუზზე უფრო მეტია. ეგ ცოტა არ მომწონს, მაგრამ სხვათა შორის კაი ტელეფონს გავჩითე. სისტემა რა უყენია? აუდიო სისტემა რამე კლასნი უყენია, რაღაცა ის წარწერები რო აქვს. რა უყენია? მაგრამ კაი ხო ანუ ისე შემოვიდა რომ იმენა დაგვაბაბანა იმენა რა ვიცი ნუ მოკლედ აქ ბევრის თქმა აღარ შეიძლება ერთი იმის თქმა შემიძლია რომ თენგომ უნდა შემოგთავაზოს დრიფტი Taking shots at the enemy I'm gonna make it to the top, leave a legacy If I got something to say, you better let me speak Turn it up a new degree, bitch you ain't seen anything I pop off with the new rock Electronic, blow the sonic roof up I'm too honest when I take a few shots They're too toxic, need to take the noose off And you cannot save me Cause I don't need saving It's everything I've been chasing All here for the taking Don't wanna test your luck with me I think I've had enough disease I'm sick of all the bad thoughts People who are half-nots You are not as tough as ეხლა უკვე შეგვიძლია რომ გავატარო ჩვენი PPI დავიწყოთ პირველ რიგში კრუზით. როგორც უკვე გითხარით, დიდი გამოცდილება მაქვს მეთქი ამ ავტომობილთან. შესაბამისად, ძალიან ბევრი სიარული არ დამჭირდება რომ გითხრათ, რას ვფიქრობ ამ ავტომობილზე ზოგადად. კაი. პირველ რიგში დაძვრის მომენტი დავიწყოთ. წყნარად მიდის. ანუ დაბალი ძრავია. შესაბამისად, ეხლა ამის გაზაობა და რაღაც სასწაულები ჩემი აზრით არც არის საჭირო. ხო, ლოგიკური. ამ ავტომობილით თავარია მიიღო კომფორტი იმ კუთხით, რომ წყნარად გატაროს და ნუ შვიდად, ბილად გატაროს, იმიტომ რომ სპორტმანქანა მართლა არ არის ჩვეულებრივი ავტომობილია, რომელიც ყოველდღიურ გამოყენებაში უნდა ყავდეს. ამ 5 დღეში ის დავიჭირე, რომ მართლა სასიამოვნო ავტომობილია სატარებლად, წვა აქ ძალიან კარგი, ანუ წვაზეც რა თქმა უნდა ვისაუბროთ იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტურ მანქანებში მაინც წვა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ $6,000 შეგიძლიათ მაგალითად 3 და 5 ძრავიანი Mercedes-ებიც იპოვოთ და ბევრს დაგიწვავთ, მგონია არ გაწყობთ. შესაბამისად, უფრო დაბალი ძრავის ავტომობილები მაგიტოა კარგი, რომ უფრო ცოტას გიწვავს და ანუ ყოფნის რა. ეხლა მაგალითად ამაში 20 ლარი რო ჩაასხა, სულ რამე ხაშურზე ივლი ბედნიერად ერთი 5 კრუგს მაინც დაარტყავ რა. ნუ ხაშურში ტარება არიციან, ერთი პრობლემა ეგ არის, ანუ კრუგზე რო არ დაგითმობენ უკვე პრობლემაა. საჭე აქვს ძალიან ბილი. საკმაოდ რბილი საჭე აქვს და ეგ სასიამოვნოა ყოველდღიურობაში რო არ გაწუხებს. საჭესთან ომი რო არ გიწევს და ჭხუბი რო არ გიწევს კარგია. ტორმუზიც საკმაოდ ძლიერი აქვს. ანუ იმენ დამუღამება ჭირდება რა. მძიმე ავტომობილი საერთოდ არ არის ეს, დაახლოებით 1500 კილომდეა? თუ არა, გატყვა 1400 რაღაცაა თუ სვადმა. ნუ მოკლედ ამოვანათებ რამდენი კილოა. ნუ ეხა პრობლემა რაზე შეიძლება ქონდეს ამ მანქანასთან. რა, აი სიჩქარე ის არ არის, აი რაღაცა მაღალ აბაროტებზე ვამბობდი ეხლა, აი აბაროტებზე უკვე პრობლემაა ჩემი აზრით. ჩვენ იმას ვამბობდით, რომ რუსული სიტყვები არ გვინდა, რუსული ტერმინოლოგია მეთქი და მე ვამბობდი, რომ აბაროტებზე რაღაცნაირად ცუდი შეგრძნება რჩება მეთქი და მართლა ასე არა გავაკეთო ეხლა. მაღალ სიჩქარეზე როცა ადიხარ, ძრავიც როგორც კი იტვირთება ოდნავ მაინც. იმ წამსვე გრძნობ, რომ აი დაბალ ძრავზე ხარ რა და არ ყოფნის რაღაცნაირად. მანქანა გეხვეწება რომ გაჩერდი, ეგ არ არის კარგი რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეგრე სად არის ხა სიჩქარეც კიდნა, ისიც კიდნა, ესეც კიდნა და ყველაფერი კიდნა, ბოლოს არაფერი კიდნა, ეგრე ვერ გამოვა. გამძლეობით, ჩემი აზრით, კონკურენტი არ ყავს Camry-ს, ნუ აკორდი შეიძლება ჩავთვალოთ ხომ და
და ნუ ეს ავტომობილი გამძლეობით Camry-ის დონემდე და Corolla-ს დონემდე ვერ მივა, მაგრამ თუ შეინახავ და გაუფრთხილდები, ამ შემთხვევაში გასიამოვნებს ნუ იმ $6,000 ამასაც გადაიხდი ამ ავტომობილში, ასე ვთქვათ, გამოიყენებ ბოლომდე. ხო, აჩქარება მართლა ისეთი აქვს რა, ანუ როცა ჩქარდება უკვე გეხვეწება რომ გაჩერდი მეტი აღარ ქნაო რა. ანუ არ არის ამ ავტომობილის ძლიერი მხარე აჩქარება. და ვერასოდეს ვერ იქნება ჩემი აზრით. ოპერატორს ურეკავენ. ეგ არის ჩემი კრუზი. ცირედად გავატარე განსაკუთრებული არაფერი და ამ ცირე დროში მარტივად შემიძლია ის კითხრათ რომ ავტომობილი ყოველდღიურ სატარებლად არ არის სუდი, ძალიან კარგი მანქანაა კრუზი ყოველ შემთხვევაში და მე უკვე გადავალთ Camry-ზე. მოდი ჯერ კრუზი დავამთავროთ. კრუზის რა არ მომეწონა. მაღალი აჩქარება არ უყვარს, არ არის კრუზის ძლიერი მხარე. ნუ განძლეობაც დიდად ის არ არის რაც იაპონელებში გვაქვს, იმიტომ რომ ამერიკული მანქანაა, მაგრამ ხარისხით მეტნაკლებად სხვა ამერიკელებთან შედარებით მომწონს და ნუ უარესით შეიძლება ყოფილიყო. ამის თქმა შემიძლია კონკრეტულად კრუზზე და ეხლა მოდი გადავიდეთ Camry-ზე და ბოლოს უკვე შევაჯამოთ რომელს ვიყიდი მე. ეს უფრო ჩემი სტიქია უკვე. როცა ამ ავტომობილს ეჩვევი, მე უკვე ძალიან გიჭირს სხვა ავტომობილზე გადაჩვევა, ესე ვთქვა და აქედან გამომდინარე ცოტა უფრო უცნაური მომეჩვენა კრუზი. ამიტომ მუდმივად სუბიექტური ვერ იქნები რა. აი რაღაც კი არა და პირიქით მუდმივად ობიექტური ვერ იქნები. ოდნავ სუბიექტურობა მაინც არის, რა თქმა უნდა, ჩემთანაც კი. მართალია ორივე ავტომობილი ძალიან ახლოს ვიცნობ და ნუ დიდი დრო მაქვს გატარებული შესაბამისად ორივე ავტომობილზე მეთქმის რაღაც, მაგრამ დღის ბოლოს მაინც ჩემი მანქანა არის ჩემი მანქანა და უფრო ისეთ მომენტებს ვხედავ, რაც მე მომწონს რა. და ეხლა სხვა რო დავაჯირო ჩემ მანქანაზე, ისიც დაინახავს რაღაც პრობლემებს. მაგალითად, ერთი პრობლემა ეხლა რაც ობიექტიურად ჩემი ობიექტიურად რაღაც უცნაურად ლაპარაკობ უკვე. ობიექტურად რის თქმა შემიძლია ის არის რომ ამ ავტომობილსაც აქვს რაღაც პრობლემები. მაგალითად, ღვეძე წუწუნებს ოპერატორო. ძალიან გრძელი ავტომობილია რა. და ეს სიგრძე ყოველდღიურობაში ცოტა ცუდია. მართალია მომენტებში კარგია როცა ადამიანების გადაყვანა გინდა რამე რომე, მაგრამ აი პარკინგში ცოტა რთული ხდება. მოძრაობაში ცოტა არ არის ისეთი როგორიც მაგალითად კრუზია და ამავდროულად კიდე ერთი პრობლემა შეიძლება ის აღვიქვათ რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ თამაშობს. იმიტომ რომ სიგრძის ხარჯზე უფრო გრძნობ რა, რომ აი წინა მარჯვენა ბორბალმა რომ ჩაარტყა, უკანა მარცხენა აიწიასავით და რაღაც ესეთ მომენტებს უფრო მეტად გრძნობ ვიდრე უფრო მოკლე მანქანებზე. და შესაბამისად ეგ ცოტა პრობლემა მართლა არის. ხარისხით ახლა პირადად მე ჩემი ავტომობილი ვირჩევნია, მაგრამ აქაც პლასმასები, ანუ არ ვიცი რატომ მირჩევნია ეს, ალბათ იმიტომ რომ მიჩვეული ვარ, თორე პლასმასები აქაც არაკლია და ნუ ნავი რა. სავარძლები იმ დონის არ არის როგორც მაგალითად კრუზზეა რა. კრუზის სავარძლები უფრო მოწყობს და აჩქარების კუთხით. მაინც ეს ავტომობილი უფრო თავისას შვება, იმიტომ რომ 2 და 5 ძრავი მაინც სასიამოვნოა სატარებლად და პლუს ჰიბრიდი როდესაც გეხმარება ხო საერთოდ. ჩვეულებრივად 2 და 5-ები როგორც ვიცი 8 ლიტრამდეც კი წვავენ. არა ჰიბრიდები, მაგრამ ჩვეულებრივი ჰიბრიდ ფორმაში დაახლოებით 6 ლიტრამდე შეიძლება დაგიწვას და თუ ძალიან აკურატულად ატარე, ამ შემთხვევაში 5-ზე ნაკლებსაც გიწვავს. აჩქარება, აი მართლა ისეთი აქვს, რომ აი პირველ ავტომობილად სასიამოვნოდ ყოფნის რა. გადაცემათა კოლოფი CVT აქვს, ანუ ელექტროვარიატორი. რაც თავიდან მეგონა რომ არ მომეწონებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე და ახლა ჩვეულებრივ ავტომატურზე როდესაც ვზივარ, ცოტა შემაწუხებელი ხდება, როდესაც აი გადართვის დროს თითქოს გირტყავსავით, ანუ ეგ უცნაური შეგრძნებაა რა. ჩემ ავტომობილზე უბრალოდ ჩააჭირე პედალს, მიდი იარე. ვიღაცა მომწერა. თუ ვინმეს გსურთ ავტომობილი რო გადავიღოთ თქვენი, შეგიძლიათ მომწეროთ, არ მოგერიდოთ, გადავიღებ, ძალიან კაი კადრებსაც გაჩვენებთ და მცირე განხილვასაც გავაკეთებთ. ეს იყო მაგალითად ამ 2 ავტომობილის შედარება, მაგრამ რეალურად 3 ავტომობილი გამოგვივიდა. ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ჯამში ახლა მე მინდა გითხრათ თქვენ, რომელს ავირჩევდი ამ 3-დან. მაგალითად
იქიდან გამომდინარე რომ მე მიწევს ძალიან ბევრი ადამიანის სტარება ძალიან ხშირად ანუ უკანას კამერით ხშირად ასავსე და რაღაცა აქედან გამომდინარე მე პირადად Camry-სკენ გადავიხრებოდი იმ შემთხვევაში მით უმეტეს თუ პირველი ავტომობილია მოვლა დიდად არიცი და ასე შემდეგ Camry ისეთი მანქანაა რომელიც პირიქით შენ მოგივდის ვიდრე შენ მოვლი მას ანუ ეს მართლა დავიჭირე ძალიან კაი გამოცდილება მაქვს ამ ავტომობილთან მაგ კუთხით რომ ანუ არ მაწვალებს არაფერზე ზეთი და აყდა არა უშავს შეუძლია რომ 1-5000 კილომეტრი კიდე გაიაროს ისე რომ ვაფშე არაფერი არ დაემართოს და მოკლედ ეგეთი გამძლე ავტომობილია სხვათა შორის რადიუსი ძალიან კარგი აქვს ანუ თავის კლასში ჩვეულებრივად კარგად ატრიალებ და ნუ ჯამში კარგი ავტომობილი გამოდის Cruise ავირჩევდი იმ შემთხვევაში თუ უფრო ხარისხს ვაქცევ ყურადღებას რა. აი ხარისხით რაღაცნაირად გაჭედილი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც დღის ბოლოს Cruise-ის ხარისხი ჯობია რა. იმიტომ რომ ნუ აი Camry მაინც უფრო ხარისხოა რა, ყველა კუთხით. სხვათა შორის საღებავის კუთხით Cruise-ი უფრო ხარისხო გამოდგა და აი მაგ კუთხით უკვე Volkswagen-ისკენ გადავიხრებ, იმიტომ რომ იმას საღებავი ძალიან მაგრა აქვს შენარჩუნებული და გამძლეობითაც ახლა ნორმალურია ჯეტა ძალიან მომეწონა იმიტომ რომ ვიცი თავის პატრონი რასაც უშვება და ჯერ კიდე რომ ფეხზე დგას ეგ მანქანა ეგ არის სასწაული და ამიტომ Volkswagen-ს დავცინოდი ხოლმე მაგრამ ახლა დავწუნდი რომ ძლიერი მანქანაა იმედია შემეხმიანებით ვისაც ავტომობილს გატესტვა გსურთ გამატესტინოთ და ალბათ თვეში ერთხელ ან მაქსიმუმ 2 თვეში ერთხელ დავდებ ხოლმე ავტომოყვარელებისთვის ესეთ ვიდეოებს და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო, დამიწევოთ კომენტარი და თუ ავტომობილის შემოთავაზება გენდომებათ, Facebook-ი აგერ ამოვართ და შეგიძლიათ აქ მომწეროთ და განვიხილოთ თქვენი ავტომობილიც. ნახვამდის. და რომელი ავტომობილი აირჩიე ამ სამიდან? ამ სამიდან რომელი ავირჩიე? Bicho subjektori ვარ ძალიან რა. ჩემი ავტომობილი მირჩენია. დაიტოვე შენი. ჩემი დავიტოვე. ანუ ვინკუთხე. აი აუდიო სისტემაც ისეთი აქვს რომ მომწონს. ნუ ყველაზე გრძელი აქედან ეს არის და პრაქტიკულობაში კარგია, იმიტომ რომ საბარგული მუდმივად სავსე მაქვს და ეგეც ყოფნის, მაგრამ თუ რამე შემიძლია უკან იმ ხელას სივრცე მაქვს გამოვიყენო და გამძლეობითაც ახლა ყველაზე კარგი ეს არის. ამიტომ ჩემი აზრით ჩემსაც ავირჩევ. შენ რომელს აირჩევდი ბატო? მე ჩემსას. Subjekti tengo აირჩევ და თავისას. აბა რა, აბა კარგად იყავით თქვენ. თქვენ თქვენსაც აირჩევდით. ნახვამდის.